აბა ხარისხის ჩვენი სტუმარი და პირველ რიგში კითხავთ ნატოსთან ახალ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს 2 დღის გააფორმა, რომ ვთქვათ, უშუალოდ რას გულისხმობს ეს პაკეტი, რა შანსი აქვს საქართველოს და არის თუ არა გარანტიეს იმისა, რომ იქ არსებული ყველა პუნქტის შესრულების შემთხვევაში ჩვენ 2 წელიწადში გავხდებით ნატოს წევრი სახელმწიფო. პირველ რიგში მოგესალმებით მეც. რაც შეეხება თქვენ კითხვაზე პასუხს, ჩემი მოსაზრება არის შემდეგი. ეს პაკეტი, რომელიც მივიღეთ ჩვენ, როგორც თვითონ პაკეტის შინაარსი ამბობს, არის უფრო ინტენსიური თანამშრომლობის ჩვენი თავდაცვითი უნარების აწევის ნატოს საწოფნელი ბაზის გახსნისა და თანამშრომლობის უფრო მჭიდრო ფორმების თავსებადობის ხარისხის აწევის და სხვა ასეთი კომპონენტებისგან შემდგარი ურთიერთობა. რაც შეეხება წევრობის სამოქმედო გეგმას, მინდა გითხრათ ესეთი რამ, ჩვენი მიზანი არ არის წევრობის სამოქმედო გეგმა, ჩვენი მიზანი არის წევრობა. წევრობის სამოქმედო გეგმა არის უბრალოდ გზა, რომელსაც მივყავართ წევრობამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეგრეთ წოდებულ მაპზე ვარი უნდა განვაცხადოთ და თავი დავიმშვიდოთ, რომ ეს რაც მივიღეთ იგივე მაპია. ესე არ არის. წევრობის სამოქმედო გეგმა იგივე მაპი. უბრალოდ იმდენად გაყოფისა და წინააღმდეგობრივი დისკუსიის საგანი შეიქმნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვერ ახერხებს უკვე დაახლოებით მეორე თუ არ მეშლება შეიძლება მესამე სამიტია ამაზე შეთანხმებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ისევ რჩებით ასპირანტ ქვეყანად, ჩვენ ისევ რჩებით ქვეყანად, რომელიც ბუკარესტის სამიტის მიხედვით გახდება ერთ დღეს ნატოს წევრი, მაგრამ ეს უცნობია, იქნება 2 წელიწადში, 1 წელიწადში თუ როდის. ეს არის დამოკიდებული ერთი მხრივ საქართველოს ძალაყოფნაზე და მეორე მხრივ პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიღებაზე ალიანსის მხრიდან. აქ როგორც ვიცით, საკმაოდ რთული პროცესია, კონსენსუსი არის საჭირო იმისთვის, რომ ნატო გაფართოვდეს, მაგრამ ბუქარესტის სამიტის დაპირება ისევ ძალაშია. ეს ხაზი გაუსვა საბოლოო ფინალურმა კომუნიკემ, რომელიც უელსში მიიღეს. ჩვენთვის კარი ისევ ღია და ჩვენ ნატო გვეუბნება, რომ თქვენ აუცილებლად გახდებით წევრები. რაც შეეხება თვითონ იმას, რომ უნდა ვიზეიმოთ თუ არ ვიზეიმოთ ეს წინსვლა, მე მგონი ეს უფრო ტექნიკური საკითხია. ჩემი აზრით შეიძლებოდა მეტის მიღწევაც, ჩემი აზრით ხელისუფლებას შეეძლო მეტის გაკეთება და ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ თქვათ ოპოზიციის წარმომადგენელი ვარ. არა, ჩვენი საგარეო მუშაობა აშკარად ჩამოვარდება წინა წლებში გაწეულ მუშაობას, ვინაიდან ამაზე მიგვითითებენ რეზულტატები. ჩვენ მაგალითად საქართველოსა და უკრაინას ერთად აღარ ახსენებენ, მაშინ როცა საქართველოში დაწყებული აგრესია სწორედ ის არის, რაც გაგრძელდა ლოგიკურად უკრაინაში. და მაშინ როცა მთელი მსოფლიო მხარს უჭერს უკრაინის ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის დეოკუპაციას და რუსებს მოუწოდებენ და არა მხოლოდ მოუწოდებენ, არამედ აიძულებენ აქტიური ზომების მიღებით შეცვალოს თავის პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით, არავინ ამას იგივეს არ თხოვს საქართველოსთან. ეს არის საგარეო სამინისტროს და საერთოდ ჩვენი გარე პოლიტიკის ჩავარდნა, სერიოზული ჩავარდნა. ბუნებრივია ამ წუთას ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მაქსიმალურად ის, რასაც აკეთებდა საქართველოს წარმატებულად 2012 წლამდე, ეს არის გამოსავალი და ასევე ჩვენი წინსვლის ერთ-ერთ შემაფერხებელ, თუნდაც ნატოში წინსვლის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად რჩება არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის სისუსტე, არამედ ჩვენი მეგობრების გაუცხოება, იმ ხალხის გაუცხოება, ვინც ლეგიტიმურად გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას პოლიტიკური
ჭინკებზე ნადირობის მიმართ, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს. როგორც ვიცით, წინა ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ეს ძალიან ცუდია ქვეყნის იმიჯისთვის და ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაწევაზე მიუთითებს და მეორეც იმ ხალხის, ვინც ამაზე ჩვენ რჩევას გვაძლევს, იმ ხალხის გაუცხოება არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ხალხი არის ჩვენი ლობისტი ნატოშიც, ევროპის კავშირშიც. ესეთი მეგობარი საქართველოს, როგორც კარლ ბიუტი ყავს, როგორც გრიბაუსკაიტე ყავს, როგორც არ ვიცი ტომას ილვესი ყავს, ასეთ მეგობრები არ შეიძლება დავყავოთ. ამიტომ მათი კრიტიკა სამართლიანია და ის უნდა მივიღოთ და ეს შესაბამისად გამოვასწოროთ. ეს არის რასაც გიპასუხებდით თქვენ კითხვას. კიდევ ერთი საკითხი ბატონიკა. გაეროში საქართველოს დელეგაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ გაეროს სამიტზე ოფიციალურად საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით პრემიერი უნდა გაემგზავროს, თუმცა ნახეთ პრეზიდენტის განცხადება, რომ ის ორი დელეგაციის გამგზავრებაში უხერხულობას ვერ ხედავს. პირადად თქვენ რა პოზიცია გაქვთ და როგორ იქნება ეს ყველაფერი აღქმული საერთაშორისო ასპარეზზე, რომ თქვათ და რეალურად რა პროცესი მიდის დღეს ხელისუფლებაში შიგნით პრეზიდენტსა და პრემიერს შორის? თქვენი მოსაზრება რომელი? პირველ რიგში მეც მინდა გითხრათ, რომ ვერ ვხედავ ვერანაირ უხერხულობას, იმიტომ რომ ისინი ორ სხვადასხვა ღონისძიებაზე მიდიან და ეს ნორმალურია. იქ არ არის ურთიერთგამომრიცხავი ნივლინება, შეიძლება წავიდეს მთავრობაც, შეიძლება წავიდეს პრეზიდენტიც, ან წავიდეს ორივეც. იმიტომ რომ როგორც ვიცით, მათი ფუნქციები გამიჯნულია. პრეზიდენტის ფუნქციები შესუსტდა, მაგრამ პრეზიდენტი ყველაზე დიდი ლეგიტიმურობით სარგებლობს დღეს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ არჩევნების მიხედვით არჩეული სპეციალური პირი, პოლიტიკური პირი. ამიტომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება მიმაჩნია ცუდ პრეცედენტად ძალიან. ამის მცდელობები კი სახეზეა, როგორც ვიცით, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდურად პრეზიდენტს ართმევენ ყველა იმ უფლებას, რომელიც სჯობია რომ კონდეს პრეზიდენტს და არა მთავრობას, რომელიც იმეორებ არ არის იმხელა ლეგიტიმურობის როგორც პრეზიდენტი. რაც შეეხება მათ ურთიერთობას, ისინი ერთი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან და კარგი იქნება რომ ერთმანეთში კინკლაობა და ძალაუფლების დაყოფა არ გადაიზარდოს რაღაც ტიპის კლოუნადად, დასაცინოვლენად და არ გამოჩნდეს ეს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. ჩვენი ამორჩევლისთვის, ჩვენთვის ყველასთვის, იმიტომ რომ ეს არასერიოზულობაზე მიუთითებს მათი რა გითხრათ ზრდასრულობის მიმართულებით. ეს არის ცოტა ბავშვური ინფანტილური თამაში. კავშირებით კითხავთ, ბოლო დღეების ერთ-ერთი ხმაურიანი თემა სწორედ ეს კრიმინოგენური ვითარება, ნახეთ პრემიერის განცხადება, ის კმაყოფილია შინაგან საქმეთა მინისტრის მუშაობით და ნახეთ ასევე რეიდები, რომელიც ქალაქში შემოიღეს, რომ შევაფასოთ ეს ყველაფერი და თვლით თუ არა, რომ ეს რეიდები რეალურად შედეგის მომტანი იქნება ამ კუთხით. ჩემი აზრით ეს ვითარება დამძიმებულია, კრიმინალური ფონი აშკარად საგრძნობლად დამძიმდა და იმის თქმა რომ ეს ყველაფერი სტაბილურია არ შეესაბამება სიმართლეს. ამ შემთხვევაში პრემიერი უბრალოდ თავს იმშვიდებს, იხტიბარს არ იტეხავს, ასე ვთქვათ. რაც ჩემი აზრით შეცდომა ყოველთვის რეალობასთან ჭიდაობა დამარცხებისთვის არის განწირული და რეალურად ვიცით რომ აი ამ საყოველთაო ამნისტიებმა გამოიღეს ასეთი ცუდი შედეგი, რაც თავის დროზე იყო არასწორი ნაბიჯად მიჩნეული პირადად ჩემგან. მაგრამ ეს გააკეთეს პოლიტიკური მოსაზრებით, გააკეთეს ხმების მოსაპოვებლად და ეხლა იმკიან იმას, რაც დაწესეს. რაც შეეხება რეიდებს, რეიდები არ ვთვლი რომ არის პროფილაქტიკური სამუშაო, რეიდები ძალიან მარტივად, ასე ვთქვათ, ვიზუალური ტრიუკია, ვიდრე შინაარსიანი მუშაობა. ჩემი აზრით, აი, შემიძლია ეს იდეა ვაჩუქო პარლამენტსა და ხელისუფლებას,
ისაღებია კანონი, რომელიც ეს კანონი მიღებულია შეერთებულ შტატებში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირის უაღრევ ქვეყანაში, რომელიც ეგრეთ წოდებული ლოითერინგის, ანუ ეგრეთ წოდებული ბირჟების წინააღმდეგ მუშაობს. აქ არ არის ლაპარაკი თქვა შემოქმედებით შეკრებებზე, სადაც მხატვრებით განან ერთად და სადაც თქვა მაკლერები ან პროფესიული ან თქვა ხელოსნები და ასეთი ხალხი. აქ ლაპარაკია ბირჟებზე, სადაც უსაქმოდ დგას ხალხი, რომელიც დიდი შანსია რომ გაეხბიოს რაღაც უკანონო მოქმედებაში, სასტრიალებს ნარკოტიკები, იარაღი და ასე შემდეგ. ეგრეთ წოდებული ბირჟების აკრძალვა იქნებოდა კარგი, ასეთ ბირჟებით მოიფინა მთელი საქართველო და რაც შეეხება რეიდებს, ნუ თუ რამე ინფორმაცია აქვს, ბუნებრივია ეს რეიდი კანონის პარაგრაფში ჯდება, მაგრამ წინ და უკან მანქანებით სირბილი არავის და არაფერს არ შეცვლის. ის ხალხი, ვინც შეგნებულად დანაშაულს ჩადის, მიიმალება, გაჩუმდება და განსაკუთრებით ჩემთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია ეგრეთ წოდებული ეს რეიდი არ ქვია, სხვა სიტყვა. აი გზის გადაკეტებს რო აკეთებენ და შევახსენეთ ამ იმას რა ქვია. გზას რო კეტავენ პოლიციელები და მანქანებს რო აჩერებენ, რა ქვია ამ სიტყვას? არ მახსოვს. იგივე რეიდია? არა, სხვა სიტყვა რაღაცა, რომელიც დაგვავიწყდა და კარგია რომ დაგვავიწყდა. პიკეტი. ხო, აი ამ პიკეტირებებს ბუნებრივია ალბათ არავინ არ დაუშვებს, იმიტომ რომ ეს რეალურად შეაწუხებს მხოლოდ კანონიერ მოქალაქეებს, გააჩენს ახალუნდობლობას პოლიციის მიმართ. რეზულტატი არ ექნება საერთოდ, იმიტომ რომ ყველა თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ნებისმიერ ვთქვათ ადამიანთა ჯგუფს შეუძლია ნებისმიერ პიკეტს და რეიდს თავი აარიდოს, თუ ის მიიღებს SMS ვთქვათ ვიღაცისგან, რომ იქ ესეთი სიტუაცია და იქ არ მიხდით. რეალურად ეს გაუკეთებს დისკრედიტაციას პოლიციას, ეს შეაწუხებს მოქალაქეებს, კანონის მორჩილ მოქალაქეებს და ეს გააჩენს ქალაქში ბევრ პრობლემებს საცობების სახით. ასე რომ ართული რომ ეს ასაკეთებელია. მე ყველანაირი იცით რა გითხრათ, კამპანიური წინადადებების მოწინააღმდეგე ვარ, იმიტომ რომ ეს ყოველთვის პიარის საფრთხეს შეიცავს და პოპულიზმის. ყველანაირი ისტერიული წინადადებების წინააღმდეგე ვარ, იმიტომ რომ დღეს ნულოვანი ტოლერანტობა ხანდახან, როგორც ვიცით, შეიძლება გადაიზარდოს ზედმეტობებში, გადაცდომებში, იმიტომ რომ პოლიციაშიც ისეთივე ხალხი მუშაობს, როგორც დანარჩენი ყველა, ჩვენთან არ არის ჯერ კიდე მთლიანად განთავისუფლებული ჩვენი მენტალობა პოსტსაბჭოთა ასეთი თავშეუკავებლობისგან და ამიტომ საჭირო ადეკვატური პოლიტიკა გატარდეს აქაც. ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაცრია, ეს არ მუშაობს და საჭიროა მისი რეფორმაც, იმიტომ რომ სასჯელი გახდეს ადეკვატური. აი ეს შეწყალებები ასეთი რაოდენობით სწორედ იმიტომ ხდება აუცილებელი, რომ არაადეკვატურად ხანდახან დიდია ხოლმე მცირე დანაშაულზე სასჯელი. მაგალითად, მე ვიყავი შეწყალების კომისიაში და საკმაოდ წვრილმან დანაშაულზე ადამიანს 4, 5, 6, 7 წლით აგზავნიდა სახელმწიფო ციხეში. ბუნებრივია, რომ ეს არ არის სწორი. უნდა შემცირდეს წვრილმან დანაშაულზე სასჯელი, მაგრამ ეს სასჯელი, რომელიც მიესჯება დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანმა ბოლომდე უნდა მოიხადოს. არანაირი შეწყალება ხდება მაშინ საჭირო, როდესაც სასჯელი არაადეკვატურად დიდია. ამიტომ პირველ რიგში უნდა გახდეს სასჯელი ადეკვატური და ამას დავარქვათ თუ გინდათ ნულოვანი ტოლერანტობა, თუ გინდათ მინუსოვანი ტოლერანტობა, თუ გინდათ არატოლერანტობა. სახელს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია შინაარსი. და შინაარსი უნდა იყოს ასეთი. სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური, სამართლიანი და გარდაუვალი.
ძალიან კარგი კითხვა, დიდი მადლობა. სხვა შორის აი ეს რჩევა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენ მივეცით ატლანტიკურმა საბჭომ, რომლის წევრიც მეც გახლავართ, გავაკეთეთ ასეთი კვლევა, სადაც სოფლის წამყვანი ქვეყნების, ასევე მცირე ზომის ქვეყნების, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილებით მივეცით მთელი რიგი რჩევებისა და ერთ-ერთი რჩევა იყო სწორედ ეს, რომ ასეთი ზომის, ასეთი მონსტრული ზომის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც შიგნით პოლიცირების, დაზვერვის, კონტრდაზვერვის ფუნქციებს ითავსებს, არ არის სწორი. ამ წუთას დაზვერვის დეპარტამენტი ცალკეა და ეს კარგია, მაგრამ ჩემი აზრით შესაძლოა როგორც დაწესებულება ძალიან დიდია და ის კარგი იქნება თუ გაიყოფა კონტრდაზვერვად და პოლიციად. იმიტომ რომ ეს ჯერ ერთი გამორიცხავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რომელიც სერიოზული საფრთხეა ყველგან და მათ შორის განსაკუთრებით ჩვენაერ ქვეყნებში. და მერე ეს იქნება უფრო მოქნილი ორი საშუალო ზომის სამინისტრო, რომელიც დარწმუნებული ვარ უკეთესად დაკომპლექტდება, მეტი ახალგაზრდა მივა იქ, მეტი განათლებული ხალხი მივა იქ და შესაბამისად მათი ეფექტიანობა გაიზრდება. დიახ, მე გახლდით წინააღმდეგი ამის გაერთიანების, მაგრამ სამწუხაროდ ვიყავი უმცირესობაში და ვერ დავარწმუნე ჩემი თანამოაზრეები და თანამებრძოლები, რომ ეს არის ცუდი იდეა. აქ იყო ასეთი არგუმენტი, რომ ეს ყველაფერი გჭირდება იმისთვის, რომ თავი დავიცვათ. ამ წუთას საფრთხეები სახელმწიფოს ძალიან დიდია და ძალაუფლების გაყოფა და დაბალანსება ცუდი იდეა, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს ფლათ ასე არ აღმოჩნდა. ძალაუფლების დაყოფა და დაბალანსება ყოველთვის კარგი იდეაა, რაც არ უნდა დიდი საფრთხეები იყოს, იმიტომ რომ ძალაუფლება, რომელიც ერთხელშია კონცენტრირებული, აუცილებლად იქნება რაღაც ფორმით ბოროტად გამოყენებული. ეს ისტორიის გაკვეთილია, ამიტომ ჩვენ რომ გაგვეთის ჯობია ყურადღება მივაქციოთ და ის გავითვალისწინოთ. კი ბატონო. დიახ. დიახ, ვიცი. რთული საქმიანობა ნამდვილად ელის, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი რთული სამინისტროა, მე მუშაობდი როგორც იცით და ვიცი ის ამოცანები და ის მდგომარეობა, რომელიც ამ სფეროში არის. ამ სფეროში ძალიან რთულია რეფორმირება, იმიტომ რომ საქმე გაქვს ყველასთვის საყვარელ ხალხთან, ცნობილ ხალხთან და ბევრი მათგანი მიჩვეულია მუშაობას ისე, როგორც მუშაობდა ყოველთვის და დღეს ხანდახან ეს ფორმები მუშაობისა მოძველებულია და არაეფექტური. ამიტომ იქ რეფორმირება რაღაცის ძალიან მტკივნეული რამეა. ბუნებრივია მიხეილ გიორგაძე, მიშა გიორგაძე აშკარად უკეთესია ვიდრე წინა მინისტრი, ეს უკვე ეტყობა. ბევრად ადეკვატურია ვიდრე ისი წინამორბედი და ჩემი მემკვიდრე, ასე ვთქვათ, მაგრამ საქმე გვიჩვენებს. მე მინდა უსურო ყველაფერი კარგი, მიუხედავად იმისა, რომ ის ხელისუფლების გუნდშია, ეს მის გადაწყვეტილება და ყველა უფლება აქვს ამისთვის, იმიტომ რომ თუ იქნება წარმატებული, არა მხოლოდ მიშა გიორგაძე, დანარჩენი ყველაც, რაც შეჯერობით მაინდა-მაინც ახეზე არ არის, მიშას არ გულისხმობ, დანარჩენებს ვამბობ, მხოლოდ გამეხარდება, იმიტომ რომ წარმატებული ხელისუფლება არის ქვეყნისთვის კარგი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის კარგი, ვთქვათ, და იული არ აიოლებს ოპოზიციის საქმეს, მაგრამ მომავალი გვიჩვენებს. მიშა არის კარგი მენეჯერი, კარგი ორგანიზატორი, ეს გამოჩნდა მრავალწლიანი მუშაობისგან, რომელიც მან Eastern Promotion-ისთვის გაწია და ის ორი ფესტივალი, რომელიც Eastern Promotion-მა დააფუძნა და ატარებს, არის ერთ-ერთი წამყვანი ფესტივალები საქართველოში. მაგრამ ნუ მინისტრობა კიდე სხვა გამოწვევაა.
ამიტომ გამოჩნდება. მე მინდა უსურვო მას წარმატება, იმიტომ რომ ის ჩემი მეგობარია.